თემაზე დიახ. ობამა მედვედევი შეხვედრა. რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, მაგრამ ეს შეხვედრა უნდა განვიხილოთ ჩვენ ორი მიმართულებით. პირველი, ეს არის მსოფლიო გლობალური პოლიტიკის ჭრილში და მეორე, საკითხები რაც არის დაკავშირებული უშუალოდ საქართველოსთან. რატომღაც არავის არ მიუქცევია ყურადღება და მე არ მინდა რაღაც ორიგინალურობა დავიბრალო და დავიჩემო საკუთარ თავზე, მაგრამ მეჩვენება რომ ეს შეხვედრა იქნება გაგრძელება 1999 წლის ბუში გორბაჩოვის შეხვედრის. მალტის შეხვედრა. თქვენ ისტორიკოსი ბრძანდებით და ეს არის 99 წლის 2-3 დეკემბერი. და რატომ? საკითხების წრე დიდი ხანია გამოქვეყნებულია და დღესაც იყო საშუალება გავცნობოდი თემებს, რაზედაც იქნება საუბარი ამ ორ შეხვედრაზე და ეს თემები არის ზოგადად ძირითადი თემები არის განიარაღება, არის ავღანეთთან დაკავშირებული, ირანთან, ერაყთან, ატომთან, საერთაშორისო ტერორიზმთან, ჩინეთის ფაქტორი და უამრავი სხვა საკითხები. მაგრამ რა მაძლევს საფუძველს რომ ვილაპარაკო იმ კონტექსტში, რაც იყო თქვა 2-3 დეკემბერი მალტის შეხვედრა. რუსეთი ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ რომ ბოლო პერიოდია განსაკუთრებით აი ბოლო რამოდენიმე 5-6 წლის განმავლობაში ცდილობს აღიდგინოს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე. და ის ხსნის ამ გარემოებას თავისი სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე. და დარწმუნებული ვარ რომ მოიშველიებს შეხვედრას და მოიშველიებს ამ შეხვედრაზე დიდ შეთანხმებას ამერიკასა და საბჭოთა კავშირის შორის. რუსეთის სამართალმემკვიდრე ამერიკის ხო? მე მაქვს გარკვეული კონტაქტები ჩემს კოლეგებთან, მათ შორის რა თქმა უნდა მოსკოვშიც და ვგრძნობ სერიოზულ განაწყენებას იმ პროცესების გამო, რა პროცესებიც მიმდინარეობს მსოფლიოში და მიმდინარეობს კონკრეტულად საქართველოში და რეგიონში. ეხლა როგორ წარმოუდგენიათ მათ? ისინი ხსნიან რომ შეთანხმება რომელიც იქნა მიღწეული, ამ შეთანხმების ერთგული დარჩა რუსეთი. რაზეა კონკრეტულად ლაპარაკი? თქვენ მოგეხსენებათ ორი ბლოკი, რომელიც არსებობდა ამ შეხვედრამდე, ეს არის ნატო და ვარშავის პაქტი. ნატო ეს არის 58 წელი მისი შექმნა და გასაგებია ის ძირითადი მიზნები საერთაშორისო ტერორიზმი და უსაფრთხოება, ხო, ალიანსის წევრი სახელმწიფოების რა მიზანსაც ისახავდა ნატო. და ვარშავის პაქტი, ვიცით რა ქვეყნები შედიოდნენ და როდის შეიქმნა 55 წელი. მაგრამ ამ ბლოკის შექმნამდე ხრუშოვი რომელიც იყო საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი, ასე ერქვა თუ პირველი მდივანი თავის დროზე. მან დააყენა საკითხი და გამოთქვა მზადყოფნა შესულიყო ნატოში. რუსეთი საბჭოთა კავშირი იყო ნატოს წევრი. მიიღო უარი და ახსნა რომ ძალთა ბალანსის მიზნით უნდა შეიქმნას ალტერნატიული ძალა და შეიქმნა ვარშავის პაქტი. შეხვედრაზე, იმ ცნობილ შეხვედრაზე და ამ შეხვედრას იცით როგორი სახე შეიძლება მიცეთ? ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები. ჩვენთვის ძირითადი კანონი არის კონსტიტუცია. ამის შემდგომ არის სხვა ნორმატიული აქტები, სხვა კანონები, ვთქვათ, სამხედრო მოსამსახურეებისთვის არის დოქტრინა, წესდება, დიპლომატებისთვის, მათ შორის ვენის კონვენცია და უამრავი სხვა. მაგრამ ამ ურთიერთობებში გარკვეული კონსტიტუციის მსგავსი, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის ეს არის აი ეს შეხვედრა. და ყველაფერი შემდგომი პროცესები ხდება აი ამ შეხვედრის ჩარჩოებში. ამ შეთანხმების ჩარჩოებში. რუსეთი ამბობს რომ ის დარჩა ერთგული შეთანხმების. დათმო დაშალა ვარშავის პაქტი, დათმო ბალტიისპირეთის რესპუბლიკები და ჩვენ გვიყვარს საუბარი ჩვენ გულისხმობ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში, თუმცა მე ხელისუფლებას არ წარმოვადგენ და ამავე დროს არ წარმოვადგენ არც ერთ პოლიტიკურ ძალას და არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს და რაღაც ვიწრო ინტერესს. ამიტომ თავისუფალი ვარ ჩემს გამონათქვამებში და შეხედულებებში.
ბალტიისპირეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და ცნობა დამოუკიდებლობის ეს არის ისტორიული სამართლიანობის აღდგენა, მაგრამ ეს ისტორიული სამართლიანობა არ არის მხოლოდ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებისთვის ამ ქვეყნების მოქალაქეების ბრძოლა თავისუფლებისთვის. და ნიმუშად ჩვენ ამ მიმართულებით ბალტიისპირეთი არ გამოგვადგება. ბალტიისპირეთის ხალხი და მათი ცხოვრების წესი უდაოდ ნიმუშია საქართველოს მოქალაქეებისთვის და ჩვენთვისაც მათ შორის როგორც მათი სახელმწიფოებრივი აზროვნება, მათი მაღალი მოქალაქეობრივობა, მათი დამოკიდებულება, თუნდაც ურთიერთობის ხარისხი და საერთოდ პოლიტიკური კულტურა. ეს არის მაღალი პოლიტიკური კულტურის ქვეყნები, რომლებიც თავიანთ თავს მოიაზრებდნენ და ასეც იყო, ისინი არ მოცილებულან დასალურ სივრცეს. არავინ არ ცნობდა მას არც ამერიკის შეერთებული შტატები და არც ევროპა საბჭოთა კავშირის ნაწილად, ხო? მაგრამ ხდება რა? საბჭოთა კავშირმა შეთანხმების შემდეგ, ეს არის 99 წლის 28 დეკემბერი, თუ არ ვცდები, 28 დეკემბერია, მოახდინა დენონსაცია რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ საკმაოდ დიდი ხანი, არ ვიცი, თუ თქვენ ნახევარჯობარი ვერ იპოვეს ორიგინალი დოკუმენტის ამ პაქტის. ანუ საბჭოთა კავშირის ცნობა და ანულირება ხელშეკრულების გახდა პოლიტიკური სარჩული ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის აღიარების. ეს ერთი მიმართულება. შემდგომ რუსეთმა შეამცირა და აღმოსავლეთ ევროპიდან გაიყვანა შეიარაღებული ძალები. уралს განისაზღვრა კვოტები, განისაზღვრა მოსამსახურეთა რაოდენობა შეიარაღებული ძალების 1% და უამრავი სხვა გარემოებები. რა ხდება, როგორ ასრულებს ამერიკა თავის მიღებულ გადაწყვეტილებებს? ეხლა ჩვენთვის რა უფრო მომგებიანია, ეს სხვა თემაა. დაიშალა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ შეიქმნა დსთ და ალბათ იქნება საუბარი ამ თემას ხალხი დაუბრუნდეთ, მაგრამ საინტერესო თემაა ძალიან. კი ბატონო. თუმცა წამგებიანი, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ, რომ წამგებიანი, მომგებიანი თემები გადავდოთ გვერდზე და რაც ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი, აი იმ საკითხებზე, იმ თემებზე ვისაუბროთ. 92 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხდება კლინტონი. მოგონებრივია ხა შემთხვევითი კაცი პრეზიდენტი ვერ გახდება. ხდება შენარჩუნება ნატოს და უფრო მეტიც საბჭოთა ბანაკიდან ქვეყნები გადადიან ნატოს სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში. ხდებიან ნატოს წევრები. გაფართოება იწყება. ნატოს გაფართოება და უახლოვდება ნატო რუსეთის საზღვარს. როგორ იქნა ახსნილი ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის? და ამაში დევს სერიოზული მარცვალი სიმართლეს და ჩვენთვის მომგებიანი პოზიცია ეს ქართველებისთვის. თუ საბჭოთა კავშირის და საბჭოთა ბანაკის არსებობის პერიოდში ძირითადი პრობლემა იყო სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები და ამ კონფლიქტების დარეგულირების მიზნით არსებობდა და დღესაც არსებობს საკმაოდ არაფუნქციონირებადი, მაგრამ არსებობს ორგანიზაცია გაერო. ყველაზე დიდი ორგანიზაცია პოლიტიკური, საერთაშორისო რეგიონალური ორგანიზაცია გაერო.